მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი. მოგესალმებით, ლელა. მოგესალმებით, ქალბატონო მარინა, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ჩემთვის არის ძალიან საინტერესო. საერთოდ თქვენ ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, როგორც პროფესიონალი, ისე როგორც ადამიანი. და ეს წერილი და ეს საკითხი, რასაც დღეს უნდა ვილაპარაკოთ, ჩემი აზრით დროსა და სივრცეში ყოველთვის აქტუალურია, იმიტომ რომ აქტუალურია ის, რაც ხდება ველში ჩვენ სამყაროში, ომი, რომელიც და ომის ფსიქოლოგია, მისი ფსიქოანალიტიკური განხილვა. და სწორედ ამ საკითხს შეეხება ჩვენი გადაცემა და როგორც ცნობილია 1921 წელს იუნესკოს წინამორბედმა ორგანიზაციის შეთავაზებით აინშტაინმა რამოდენიმე კითხვა დაუსვა ფროიდს ომის შესახებ და მან გასცა პასუხი ამ კითხვებს თუ რატომ ომი. მე ვეცდები რომ აინშტაინის კითხვები გავიმეორო, თუმცა ჩემი კითხვებიც ალბათ გამიჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ ამაზე უკეთესად ალბათ კითხვას ვერავინ დასვამდა. და პირველი კითხვა მისი ეხებოდა იმ უსაფრთხოების, სუვერენიტეტის შეზღუდვით, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე ერის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის შეზღუდვით შესაძლებელია თუ არა უსაფრთხოება, შესაძლებელია თუ არა პრინციპში ეს კითხვები ეხება ომის თავიდან აცილებას. თავიდან ბოლომდე ეხება ომის თავიდან აცილებას. მართალია ძანდებით. შემიძლია დავიწყო პასუხი. ძალიან დიდი მადლობა. ყველა კითხვა რასაკვირველია, უფლებამოსილია და საინტერესო არის, მაგრამ თქვენ რასაკვირველია კითხვები ყოველთვის არსებობს და თქვენი კითხვები მნიშვნელოვანია. მე ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ უკეთეს პასუხებს ვიდრე ზიგმუნდ ფროიდი გასცემდა ალბერტ აინშტაინს, ნამდვილად ვერ მოვახერხებ, ამიტომ მე ვეცდები, რომ ჩვენს მსმენელებამდე მოვიტანო ის სული თვითონ აი ამ მიმოწერის, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ის ლოგიკა, რომელიც ფიგურირებს ამ ორი გენიოსის პირდაპირ თქვათ, ხო, ორი გენიოსის ურთიერთობაში. ცოტაოდენი თუ შეიძლება რომ შესავალი გავაკეთო თავად ამ წერილის შესახებ. თქვენ სრულიად მართებულად ბრძანეთ ერთა ლიგა ეგრეთ წოდებული, რომელიც ამ დროს არსებობდა, ეს გახლავთ იუნესკოს წინამორბედი ორგანიზაცია საერთაშორისო. მან შესთავაზა ალბერტ აინშტაინს, რომ ნებისმიერ საკითხზე, აქ არ იყო ომის დაზუსტება, ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი ინტელექტუალისათვის გაეგზავნა შეკითხვები, რაც მას აინტერესებდა. და აინშტაინმა გადაწყვიტა ეს ოფიციალური მიმოწერა, ზოგჯერ გონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ეპისტოლარული, ესე ვთქვათ, გაცვლა-გამოცვლა, როგორც ესე ვთქვათ, ჩინაური წერილები. არა, თქვენ შეგიძლიათ იუნესკოს ვებგვერდზე დღესაც იხილოთ ეს მიმოწერა ფროიდსა და აინშტაინს შორის და იმ ეპოქის უდიდეს გონებებს შორის თვითონაც გენიალურმა ადამიანმა შეარჩია ზიგმუნდ ფროიდი და მას დაუსვა რამდენიმე კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ომის თავიდან აცილება, მაგრამ აი ეს პირველი კითხვა, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ომები ავიცილოთ, არის თუ არა იმ თავითვე აუცილებელი, რომ ვიღაცის უფლება შეიზღუდოს, მაგალითად, რომელიმე სახელმწიფოსი და ამ რომელიმე სახელმწიფოს მმართველების. ვერ გასცემდა ამას თვითონ აინშტაინი პასუხს, ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ რაღაც კითხვებს გვისვამენ და ჩვენ თავისუფლად ამაზე ვპასუხობთ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს კითხვები არანაკლებ საინტერესოა, მართალია, უფრო მოცულობით ნაკლებია, მაგრამ არანაკლებ საინტერესოდ არის დასმული და გარკვეულწილად პასუხებსაც შეიცავს, ვიდრე თავად ზიგმუნდ ფროიდის პასუხები. მაგრამ ნახეთ, რას დადასტურებასაც შეიცავს, რატომ აირჩია ზიგმუნდ ფროიდი ამ კითხვების ადრესატად აინშტაინმა. მან უთხრა, რომ მე ობიექტებს ვაკვირდები, ფიზიკოსი ვარ და მე შემიძლია რაღაც პასუხი ამ კითხვაზე მქონდეს. მაგრამ აი მაგალითად მე შემიძლია ვთქვა, აი რაც თქვენ ბრძანეთ კითხვის პასუხად, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ საერთაშორისო ორგანიზაცია, მე მგონი, რა ვიცი, ყველა ჩვენგანი უკვე ამას უპასუხებს ამ კითხვაზე.
რომელში გაერთიანებული, ესე ვთქვათ, სუბიექტები, ეს იქნება სახელმწიფო თუ ეს რაღაც მმართველობითი ორგანოები, გამოსცემენ გარკვეულ დირექტივებს და ყველას დაავალდებულებენ, რომ ეს დირექტივები დაიცვას, არა? და პრინციპში ყველაფერი ამით მოგვარებულია. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, უკიდურგანო ძალაუფლების შეზღუდვას, სუვერენიტეტის შეზღუდვას, გარკვეულწილად თავისუფლების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და პრინციპში რო ვილაპარაკოთ, რატომაც არ შეიძლება, რომ აი ამ გზით და ლოგიკურად ჟღერს ეს ყველაფერი და მე მგონი ჩვენ ეს ნარატივი ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ აი რაღაც ორგანიზაციაში, როდესაც იქნები, ან რაღაც ორგანიზაციის წევრი ხარ, ის გამოუშვებს დეკრეტებს, მერე დაავალდებულებს ამ ესე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებების შესრულებას, თუ არ შეასრულებს, დაისჯება სხვათა შორის და ესე უწერია აინშტაინსაც, სანამ არსებობენო ესეთი შეპყრობილი ერები, შეპყრობილი ტირანები, ვისთვისაც ვიღაცის დაჩაგვრა, დამონება, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, დანარჩენი საზოგადოებაც უნდა იყოს ზუსტად ისევე შეიარაღებული და თუ რაიმე დარღვევა მოხდება, უნდა დაისაჯოს, სანამ იქნება აგრესორი დაუსჯელი, ყოველთვის იქნება ომი. ჩვენ შეგვეძლო ეს ინტერვიუ დაგვესრულებინა ფაქტიურად გადაწყვეტილება მოძებნილია, მაგრამ ის ამბობს, რომ მე ძალიან კარგად მესმის, მე ვარ ფიზიკოსი და შემიძლია ეგ გარედან ეფიუდრის ემას, ხო, შემიძლია ფორმულა შევიმუშაო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ნებისმიერი გაერთიანება შედგება ადამიანებისაგან და ადამიანი არის სხვა რეალობა, რომელსაც აქვს გარკვეული სახის ინსტინქტები და გარდა ამისა, ის ამბობს, ჩვენ არ დაგვაუწყდეს, ეს არის 1931 წელი. ჯერ მეორე მსოფლიო ომი არ დაწყებულა. მეორე მსოფლიო ომამდე არის 10 წელი, მთელი 10 წელი დარჩენილი და ესე იგი აინშტაინი ამბობს, რომ ბოლო 10 წლის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთმა იდეებმა უკვე ფიასკო განიცადა, რაც მე მოგიყევითო. და მერე რა მოხდა, მოგეხსენებათ, კიდევ უფრო უარესი, ხო? რატომ ხდება ეს? იქნებ ადამიანში არის რაღაც ისეთი ინსტინქტი, რომელიც არ ასვენებს მას და ომისკენ უბიძგებსო და ინსტინქტების სფეროში ყველაზე უფრო კომპეტენტური ადამიანი შევარჩიო, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ადამიანის ინსტინქტების ამბავი და იქნება აი ამ თავსატეხიდან თქვენ გამოგვიყვანოთო და ნახეთ, ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რასაც ეუბნება აინშტაინი ფროიდს, რომ მე დიდი იმედი მაქვსო, რომ თქვენ შემოგთავაზებთ ისეთ რამეს, რომელიც განათლების მიზნებს ფაქტიურად აქ აქცენტი არის იმაზე, რომ უნდა აღზარდოთ შემდგომი თაობები იმისათვის, რომ მიიღოს თავიდან აცილებული, ხო? და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი აი ამ განათლების მიზნების შესახებ და ზოგადად ამ საკითხის შესახებ გამცემთ ისეთ პასუხებს, რომლებიც დაცლილი იქნება პოლიტიკისაგან, იმიტომ რომ თქვენ ახათ მეცნიერი. ანუ აი ამ მიუმხრობლობის იმედით დაუსვა მან ეს შეკითხვები, ხოლო რაც შეეხება შეკითხვას, რომ აი ეს გაერთიანება არის თუ არა გამოსავალი და მან თვითონვე თქვა, რომ მე ვხედავ, რომ არ არის გამოსავალი, ფროიდმა პირდაპირ უპასუხა, რომ კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩვენ ძალაუფლებას უფლება დავუპირისპიროთ. აი ამით შეიძლება, რომ ვიღაცის ძალაუფლება და უფლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე გამოვიყენებდიო სიტყვას ძალადობა. და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ფაქტიურად აი ეს ძალადობა იყოს აღმოფხრილი ადამიანის ბუნებაში და სხვათა შორის აი მე მოგახსენეთ წეღანაც რომ სულისკვეთება მინდა მოვიტანო როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან ეს ორი გენიოსი და იმდენი ესე ვთქვათ მსჯელობა აქვს თვითონ აინშტაინს განვითარებული თავის კითხვაში რომ ფროიდი ეუბნება რომ მე ძალიან შემეშინდა ამ კითხვით რომ მომმართეთ. ნუ აი ეს მოგზალებულობა არის სწორედ ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო შეიძლება ეპასუხა კი როგორ არა ვიცი, მე თეორია მაქვს ამის შესახებ, ან უთხრა რომ ძალიან შემეშინდა და საკუთარი არაკომპეტენტურობისო ეს რომ მკითხეთო, მე რა ვიცი ამის შესახებ, მე ხომ არა ვარ პოლიტიკოსი და ალბათ პოლიტიკოსმა უნდა გასცეს პასუხი და ჩემს იალქნებს ქარის გარეშე ტოვებთო. ანუ ფაქტიურად თქვენ იმდენი ილაპარაკეთ ამის შესახებ, რომ მე აღარ დამიტოვეთ რესურსი, რომ პასუხი გამეცაო. მაგრამ მე ვეცდები
კვალში გამოკვეთავთ სადო თქვენი დასკვნების დასაბუთებაა ესეთი მოგზალებული პასუხი, მაგრამ ამავე დროს ის ეუბნება, რომ მე მივხვდი, რომ მე არ მეკითხებით როგორც ფსიქოლოგს, რომ რა გამოსავალია აქედან, მე ახსნას მთხოვთ ალბათ და არა რეკომენდაციებს და მე ასევე მივხვდი, რომ თქვენ ამას მეკითხებით არა როგორც ფიზიკოსი, არამედ მეკითხებით როგორც ჰუმანიტარი, რომელსაც როგორც სხვა ადამიანები იყვნენ, არა დიდი ადამიანები და ფრიტევთ ნანსენი და ასე შემდეგ მას მოყვანილი აქვს მაგალითები, რომ როგორ არის შესაძლებელი, რომ ესე ვთქვათ აი როგორც ადამიანმა კითხა ეს და როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა და როგორც ადამიანების გულშემატკივარმა. ეხლა რაც შეეხება ძალას და ძალაუფლებას, ყოველთვის არის იმის საფრთხე, არაცერთი გაერთიანება არ არის თანაბარი უფლებების მქონე ადამიანებისაგან არ შედგება. ყოველთვის ამ გაერთიანებაში არის ქალი და კაცი, არის დამარცხებული და გამარჯვებული. არის სხვადასხვა, ესე ვთქვათ, პოზიციის მქონე ადამიანი, სხვადასხვა შესაძლებლობის და სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანი და ასე რომ ის რომ ჩვენ შემოვიღებთ კანონებს და მე ამას ყველა დაიცავს, მაშინ უნდა იყოს ძალაუფლების თანაბარზომიერება და ეს თანაბარზომიერება ნაკლებად არის. ეს ძალიან გავცხოველურ სამყაროში გავრცელებულ აი ესეთ მტაცებლურ დამოკიდებულებას და მით უმეტეს ადამიანების სამყაროში ამას დაემატა იარაღი და დაემატა გონებრივი შესაძლებლობები, ხო? ასე რომ კონფლიქტის არსი არ იცვლება, რომელიღაც ერთმა მხარემ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ კონფლიქტს ადამიანის შემთხვევაში დაემატა შეხედულებების კონფლიქტი და ამის ერთადერთი შესაძლო გაერთიანება გახლავთ ის, რომ უმცირესობა, რომელიც ფაქტიურად მსხვერპლია ყოველთვის ომისა, უნდა გაერთიანდეს. ეს ჩემთვის იყო უნიშნელოვანესი. მე რამდენიმე როგორ გითხრათ, მესიჯი მინდა რომ დავუტოვოთ ჩვენს მაყურებელს. დანარჩენი თვითონ წაიკითხოს, უკვე ვიცით სადაც შეგვიძლია ეს მოვიძიოთ და დღეს უკვე აღარ არის თარგმანი პრობლემა და ჩვენ გვეუბნება ესე ვთქვათ ფროიდიც და აინშტაინიც უმცირესობის გრანდიოზული ძალის შესახებ, რომელსაც შეუძლია ეს დააბალანსოს, იმიტომ რომ ომის წამომწყები ყოველთვის უბრალოდ უმრავლესობის და უმცირესობა იწყებს ყოველთვის ომს და ყოველთვის ესე ვთქვათ აი ამ უმრავლესობის გაერთიანებას შეუძლია დაუპირისპირდეს, მაგრამ ეს უმრავლესობა უნდა იყოს ემოციურად ერთიანი. მათ უნდა კონდეთ ემოციური კავშირი და ერთობის განცდა და მაშინ იქნება ჯგუფის ძალა რეალური, დანარჩენი ყველაფერი არის დაზუსტება. ეს არის აღიარება. თქვენ ჩემზე 1000 ჯერ უკეთესად მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი იწყება აღიარებით. ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი იწყება ერთობით და ძალიან ხშირად, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს გარშემო, როგორ იხლიჩებიან ადამიანები, არ ვიცი თუ მათ აქვთ რაიმე მიზანი და ეს მიზანი არის მათი საერთო მიზანი, სრულიად გამორიცხულია, რომ ეს მიზანი უბრალოდ მათემატიკაა ეს ყველაფერი, სრულიად გამორიცხულია, რომ ეს მიზანი იყოს დაპირისპირებით, ასე ვთქვათ, მიღწეული და ემოციური კავშირი რას ნიშნავს? ემოციური კავშირი მინიმუმ მიმღებლობას ნიშნავს და კიდევ უფრო უკეთესია, როდესაც აქ არის მოწონებაზე და იდენტიფიკაციაზე და სიყვარულზე ლაპარაკი. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა საერთოდ ვილაპარაკოთ აგრესიების თავიდან აცილების შესახებ, მოდი დავიწყოთ აი ამ დაშვებით, რომ აუცილებელია ადამიანების დიდი ერთობა, რომელიც გონია, რომ ჩვენ რაღაცებს გააკონტროლებს, ისინი ერთმანეთთან ემოციურად შეჭიდულები უნდა იყვნენ. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არ არის. კი ბატონო, გაერთიანება, მაგრამ აი ესეთი გაერთიანება. და ძალიან საინტერესოა ხა თქვენ რასაც ბრძანებთ, მით უფრო რომ მართლაც ძალიან არაერთგვაროვანია ეს გაერთიანება, ძალების მიხედვით, გადანაწილების მიხედვით, დიდი, პატარა, ძლიერი, სუსტი, მდიდარი, ღარიბი, მათი ერთიანობა ცოტა ზოგჯერ ძნელი წარმოსადგენია. და აქედან გამომდინარე, მით უფრო რთული გასაგებია, რომ როგორ ახერხებს ზოგადად ეს აინშტაინის კითხვა და მე გავიმეორებ, უმცირესობა, რომ გავლენა მოახდინოს უმრავლესობაზე. და ისეთი გავლენა, რომ ის ჩაითრიოს ომში. თქვენ ბრძანეთ, რომ როგორც წესი უმცირესობა იწყებს ომს.
ну თუ ჩვენ ბოლშევიკურ რევოლუციას წარმოვიდგენთ, ზუსტად ესე იყო. ბოლშევიკები შემთხვევით დაერქვათ, იმიტომ რომ იმ კრებაზე იყვნენ ბევრნი, თორე ეს იყო მართლაც უმცირესობა, კარგად დაფინანსებული, კარგად გაწვრთნილი და იმ დროს ძალიან დიდი ფულით, რა ვიცი, შეიარაღებულები, რომლებმაც ძალიან დიდი უმრავლესობა მოიყვანეს გამოიყვანეს წყობრიდან, მოდი ასე ვთქვათ. და აი ეს როგორ ხდება? ამაზე რა პასუხი აქვს? ჯერ მე მოგახსენეთ კიდეც რომ ის კითხვებში უამრავი პასუხია თვითონ აინშტაინის კითხვებში და ის ეკითხება ფროიდს რომ იქნებ ადამიანში არის რაღაც ისეთი ინსტინქტი რომელიც ფაქტობრივად შეგვიძლია ჩვენ გავაღიზიანოთ, გავბეროთ, გავზარდოთ და ისეთ მასშტაბებს მივახციოთ, რომ თვით დაზიანებაშიც გადავიდეს. ანუ თუ მოცემულობა რო არ იყოს აგრესიული მოცემულობა, ჩვენ მასზე ზემოქმედებას ვერ მოვახდენდით, ხო? ნუ ჩვენს თვალს არ შეუძლია ულტრაისფერი სხივების აღქმა და ვერ ვხედავთ ამას ჩვეულებრივად არა, მაგრამ იმის მაჩვენებელია ეს ყველაფერი, რომ რაღაც მოცემულობა, ეს აგრესიული მოცემულობა იმთავითვე არის ადამიანში და ამაში ფროიდი არ ეკამათება, კიდევ უფრო განავრცობს აი ამ დებულებას და მეორეც გახლავთ ის, რომ უმცირესობას აქვს რა ბერკეტები. უმცირესობას, ნუ საერთოდ აი ამ მიმოწერაში ხშირად ფიგურირებს ორივე მხრიდან, რომ ვაჭრობა და წარმოება წარმართავს ყველაფერს მსოფლიოში, ხო? ვაჭრობა და წარმოება. ეს ორი ხაზგასმა არის. ანუ ფული, ხო, არ მინდოდა ესე მატერიალისტურად ეს ყველაფერი გადმომეთარგმნა, მაგრამ აი ამ შემთხვევაში, როდესაც ეს მიზნები არის წინა პლანზე, მორალი არ არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე და ამიტომ თავისი ინტერესების, ესე ვთქვათ, გასატარებლად ადამიანს ზოგჯერ ომი სჭირდება. მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ომი თვითდესტრუქციულიც არის. თქვენ იცით, რომ ომის წამომწყებები ძალიან ხშირად თვითონ ზარალდებიან, სტალინიშვილი მოუკლეს, ჰიტლერმა თავი მოიკლა და ასე შემდეგ, ხო? ნუ რა ინტერესია ასეთი? იქნება არის ადამიანში ეს მოუსვენრობა, აი ეს აგრესიასთან დაკავშირებული და როცა ამის პროვოცირებას ჩვენ ვახდენთ, ჩვენ შეგვიძლია იმ მასშტაბებამდე მოვახდინოთ ამ ყველაფრის პროვოცირება, რომ მერე დაიწყოს ის, რაც იწყება ძალიან ხშირად და გაუთავებელი ომი არის, ხო? ეხლა მოდით ცოტა ფსიქოლოგიაზე გადავიდეთ, ამ საკითხში უფრო კომპეტენტური ვარ, მე ბოდიში ზოგადად რომ ის ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობ და ომზე რომელშიც ბევრი არაფერი არ გამიგება, მაგრამ არ მერიდება, იმიტომ რომ თვითონ ფროიდი მოიბოდიშებს ხოლმე, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ როდესაც თავის თეორიაზე ლაპარაკობს, იქაც ამბობს, რომ ბოდიშიო, რომ ვისარგებლე და ისევ ჩემი თეორიის ახსნის შესახებ საუბრობ, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ფროიდს ორი ინსტინქტი აქვს შემოტანილი, სიყვარულისა და სიკვდილის, ხო? ანუ შენახვის და განადგურების ინსტინქტები და მას უწერია, რომ მე როდესაც ეს ინსტინქტები ცალ-ცალკე განვიხილეო, ძალიან მიჭირდა ადამიანის ბუნების ახსნა. და როდესაც მე მივხვდი, რომ ეს ორი ინსტინქტი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და სრულიად წარმოუდგენელია, რომ ერთმანეთის გარეშე განვიხილოთ, აი მე უკეთესად გავიგე ყველაფერიო და აი რა უწერია იმისათვის, რომ ადამიანმა ცოცხალმა ორგანიზმმა შეინარჩუნოს თავისი არსებობა, მან აუცილებლად უნდა დაშალოს მეორე ცოცხალი ორგანიზმი. ჩვეულებრივად რომ ვილაპარაკოთ, როდესაც იკვებება ადამიანი, მას აუცილებლად სჭირდება ორგანული ნივთიერებების და არაორგანულებად დაშლა რაღაცის იმისათვის, რომ თავისი არსებობა შეინარჩუნოს. აი მაგალითად, არაორგანულ ბუნებას ეს არ სჭირდება. მას არ სჭირდება ცვლილებები, მას არ სჭირდება გაცვლა-გამოცვლა გარემოსთან ნივთიერებების. როგორც კი დაიწყებს გაცვლა-გამოცვლას რკინა და შეიერთებს ჟანგბადს, დაიჟანგება, დაიშლება და გაფუჭდება და ჩვენ პირიქით თუ არ დავიწყეთ ჟანგბადთან ურთიერთობა, იმ შემთხვევაში დავიღუპებით, ხო? ანუ ეს შენახვის და განადგურების ინსტინქტები ერთმანეთთან მონაცვლეობს და ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ეს ერთი ამბავი. ეხლა მეორე ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რა ვიცი, თუ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისათვის, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და სიახლე იყო. მას მოტანილი აქვს გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორის ლიხტენბერგის თეორია, რომელიც მე არ ვიცოდი. ეს გახლავთ მოტივაციის თეორია არის რეალურად, ის ფიზიკოსი გახლავთ, მაგრამ აი კარგი თანაკვეთა ნახეთ ისეთი მაგალითის მოტანა, რომელიც აინშტაინთანაც ახლოს არის და ფროიდთანაც ახლოს არის. და
აი ეს ლიხტენბერგის თეორიაში საუბარია მოტივთა გარკვეულ კონფიგურაციაზე. ჩვენ შეჩვეულები ვართ მასლოუს პირამიდიდან დაწყებული მართალი რო ითქვას უზნაძის თეორიით დამთავრებული, უზნაძეც ამბობს, რომ ერთი მოთხოვნილება განაპირობებს ქცევას, ბევრი მოთხოვნილება მაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი გადადის ქცევაში. მასლოუს პირამიდეს განვიხილავთ და ვამბობთ, რომ ეს ქცევა ამ მოტივით არის განპირობებული. აი ამ ლიხტენბერგის თეორიაში ლაპარაკი არის მოტივთა ისეთ შეჭიდულობაზე, აი მათემატიკაში ჩვენ გვისწავლია ვექტორების ურთიერთქმედება და ის შეიძლება სხვადასხვა მიმართულებებიდან იმოქმედონ ვექტორებმა და ჩემი მიმართულება გადაადგილების იყოს სრულიად სხვა ამ ვექტორების რაღაცნაირი ჯამი, ხო? აი თუ სხვადასხვა მიმართულებიდან მოვდებთ ერთნაირ ძალას, უძრავად დარჩება სხეული ადგილზე. გვახსოვს კრილოვის იგავი არა, როდესაც წერომ ნემსიკლავის ქარიყლაპიამ და კიბორჩხალამ ვერ დაძრეს ტვირთი ადგილიდან, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებით ეკაჩებოდნენ, ხო? ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ. არსებობს საზღვაო კომპასი, სადაც 32 მიმართულება აქვს ქარს. ანუ ჩვენ შეჩვეული ვართ ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი, ხო? მაგრამ აქ ყველა 11.2 გრადუსზე თუ არსების სხვადასხვა მიმართულება არის და დასახელებები ქვიათ ესე ჩრდილო აღმოსავლეთი, დასავლეთი მაგალითად, ანუ არ არის ეს სუფთა მიმართულება. და აი ესევე ადამიანის, თქვათ, მოწოდებაა ომისაკენ. ამას ადამიანში ბევრი ინსტინქტი გამოეხმაურება და არა ერთი. გამოეხმაურება თვითგადარჩენა, გამოეხმაურება სიამაყე, გამოეხმაურება მიკუთვნებულობა ერის მიმართ, გამოეხმაურება, არ ვიცი, თვითპატივისცემა, ვიღაცის თვითრეალიზაცია. ძალიან საინტერესო რამე უწერიათ, რომ თანამედროვე ომებმა გმირობის ფენომენი გაანადგურაო რამდენი წლის წინათ გვეუბნებიან, იმიტომ რომ იარაღი იმდენად ანადგურებს ყველაფერს. ნუ ადრე იყო რაღაც რაინდობა, წახვიდოდი, იომებდი, როგორც მეომარია რა. ეხლა უკვე გმირობის ფენომენიც არ არის, იმიტომ რომ იმდენად უსუსური ხარ ტექნიკის წინაშე, რომ რასაკვირველია გვაქვს გმირობის მაგალითები, მაგრამ ძალიან მოკლედ ბევრი მოტივი გამოეხმაურება და თითოეულ ადამიანში ჩვენგანა შევძლებთ, ამბობს ფროიდი, რომ ყველა ადამიანში ყველა ეს მოტივი გავაკონტროლოთ და ეს კონფიგურაცია მაგალითად დიდება პური დიდება, ვიღაცასთან სხვადასხვა კონფიგურაცია აქვს, სხვადასხვა ესე ვთქვათ შეზავება არის აი ამ მოტივების. ამიტომ პირდაპირ უწერია, რომ კატეგორიულად გამორიცხულია ჩვენ ადამიანში, ესე ვთქვათ, აღმოფხრათ ომები, ადამიანის აგრესიული მიდრეკილებების შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს. აი პასუხი კითხვაზე, რომელიც არის დასმული იმასთან დაკავშირებით, საერთოდ შეიძლება თუ არა ომების თავიდან აცილება. ასე რომ თქვენი კითხვა ამ შემთხვევაში, როგორც მახსოვს, იყო ის, რომ როგორ ახერხებს უმცირესობა, რომ წამოიკიდოს უმრავლესობა. რასაკვირველია იმით, რომ ახდენს ჯერ ერთი ემოციური ინსტიტუციები მას ჯიბეში ყავს ჩასმული, მას აბსოლუტური კონტროლი აქვს აღებული რაზე. მაშინ უწერიეთ პრესა და ესე ვთქვათ განათლებაო და დღეს პრესა და მედია რისგან შედგება და რამხელა ინდუსტრია არის ძალამოსილება აქვს დიდი. რელიგიური ინსტიტუციები ყველა ცდილობს რომ ხელში ჩაიგდოს, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადამიანების ემოციებზე მოქმედებს, ემოციებზე. ამიტომ ახერხებს უმცირესობა ჩვენი ემოციების ხარჯზე ახერხებს ჩვენს გაკონტროლებას და ამიტომაც არის ჩვენი მოტივების, როგორც ჩვენ ვთქვით, არა, ამდენი მოტივის და ერთმანეთთან შეხამებულის და ინდივიდუალური მოტივების, არა. ამიტომ აი ესეთი დასკვნა არის ამასთან დაკავშირებით. გავკადნიერდები და ჩემს ვიტყვი, ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შეფუთვას, რასაც იყენებს. უმცირესობა იქნება თუ ის ძალა, რომელსაც უნდა თავისი მოახვიოს, თავისი აზრი უმრავლესობას, ან კიდევ ვთქვათ, გამოიწვიოს აი ეს ველური ინსტინქტი სხვისი და საკუთარი თავის განადგურების. ახლა ომი არ არის მარტო სხვისი განადგურება, თქვენ სწორად შენიშნეთ, საკუთარი თავის განადგურებაც არის და აქ ხშირად ძალიან მაღალ მოტივებზეა ლაპარაკი და მაღალ გრძნობებზე და ისეთ სიყვარულზე, რომელიც შეიძლება გახდეს
დიდი რეზონანსის მქონე, როგორც ადამიანში, ისე ერებში და ისე თქოთ უმრავლესობისთვის, მაგრამ თვითონ ადამიანში ეს ისევ აინშტაინის კითხვაა, ასეთ ველურობამდე როგორ ეშვება ადამიანი, როგორ ხდება მისი ამ ინსტინქტის გამარჯვება მასში, მოდი გამარჯვება პირობითად რო ვთქვათ, ხო? როგორ ხდება ესეთი მანიფესტაცია? დიახ, მე რა ვიცი, ფროიდს რამდენად ჭირდება ჩემი რეაბილიტაცია, მაგრამ ცნობილი არის, რომ ის იყო, ესე იგი, მებრძოლი ათეისტი და რელიგიის წარმოშობაზე რას ამბობდა, ცინიკური დამოკიდებულება, ის კარგი მცოდნე იყო ყველა რელიგიისა. თვითონ იუდეველი იყო, ხო და სხვაგვრის ანთროპოლოგიური ხატი ცხენკაცის, სწორედ მან შემოიტანა იუდაიზმიდან. ცხენი როგორც იმპულსები და კაცი როგორც მართვა ამისი და მან კარგად იცოდა და იგივე ტშუვას პრინციპი, რომელიც არის იუდაიზმში მობრუნება ღმერთისკენ, ესეც რაღაცა მას აქვს ტრანსლირებული, ვთქვათ, ცოტა სხვა ენაზე. და გასაგებია, რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი პრაქტიკა და ძირითადად სწავლობდა, იგი ფსიქიატრი იყო, გარდა იმისა, რომ იყო ფსიქოანალიტიკოსი და მან დიდი წვლილი შეიტანა ფსიქიატრიის განვითარებაში, ნამდვილად ამას ვერავინ ვერ დაუკარგავს. ფსიქოთერაპია, არაცნობიერი, სადაც მან შეგვახედა ფსიქოსომატიკაში, თქვა. უბრალოდ ეს ჩემთვის უცნობი გამონათქვამი მინდა ასევე წავიკითხო, ახლა კი როგორც ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდები ამბობენ, დასპოილერებას ეძახიან არა, როდესაც წინასწარ გეუბნებიან რა წერია ამა თუ იმ ნაშრომში, მაგრამ არ შემიძლია რომ ეს არ გაგაცნოთ როგორ უწერია მას. ესე იგი, რასაკვირველია, რატომ აძლევს უფლებას და იმიტომ აძლევს უფლებას, რომ რასაკვირველია, მასში არის ინსტინქტები, როგორც თქვით. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს აგრესიული ინსტინქტები, რომელიც ცხოველურ დონეზე არის ადამიანში, რა თქმა უნდა, მოხდა ადამიანში ამ ყველაფრის გადმოტანა, ინტერიორიზირება, განვითარება და კულტურამ ყველაფერი მოიტანა და მათ შორის აგრესიის განვითარებაც, მაგრამ ისი ტექსტი მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ერესიც კი ჩავიდინეთ, როდესაც სინდისის წარმოშობა აგრესიის საკუთარი თავისაკენ მიმართვით ახსენით. ანუ ცნობილი არის, რომ ფაქტიურად სინდისი, რომელიც ჩვენთვის ახლა ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის ეს არის მართლაც ღმერთის გამოხატულება ადამიანში. და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის ერესი, ფაქტიურად ზუსტად ესე უწერია, მე ერესი ჩავიდინე და ფაქტიურად სინდისის წარმოშობა აგრესიის საკუთარი თავისაკენ მიმართვით ახსენიო. ეს უსიამოვნო მითოლოგიაა, შესაძლებელია არ მოგწონთ, მაგრამ თქვენ ხო რაღაცები შეცვალებთ ფიზიკაში, აინშტაინს ეუბნება. ამის გამო ახლა თქვენ ემოციური დამოკიდებულების გამო შეგიძლიათ რომ ამაზე უარი თქვათ. მოდი დავანებოთ თავი რელიგიას, უბრალოდ ჩემთვის სასიამოვნო იყო მის მოსმენა მისი მხრიდან, რომ ის ნამდვილად ამას ერასადმი აღიარებს, მან ძალიან კარგად იცის ყველა რელიგია და თავის მოსაზრებას, მაინც ეს ცინიზმი რასაკვირველია მოსაწონი არ არის და მისი მებრძოლია ჩვენთვის, მაგრამ ეხლა ნახეთ გამოსავალი და აქ როცა ამბობს, რომ ამით არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ გარედან აგარსებო, აი მე რომ მოპოვება მინდოდა რაღაცის, მე შიგნითაც შემოვიტანე და საკუთარი თავის მიმართ მაქვს აგრესია და ვერ წავა ეს აგრესია ვერსად. იმიტომ რომ ჩემში უკვე სინდისი არის, მაგრამ და ამიტომ ამბობს, აკეთებს დასკვნას, რომ ადამიანების აგრესიული მიდრეკილებების შეცვლის არავითარი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ ყველაფერი, რაც ადამიანებს ემოციურად აკავშირებს. აი ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენი ნებართვით და მინდა რომ ეს იყოს ჩვენი რაღაცნაირი შეტყობინება ჩვენი მაყურებლების მიმართ, რომ რაც კი ადამიანებს ემოციურად ერთმანეთთან აკავშირებს. მოდი, სიყვარულზე გვექნება პრეტენზია მაინცა და მაინც, იყოს ემპათია, იყოს გაგება, მიღება იყოს. ყველაფერი აბრკოლებს ომს. ანუ ამ პესიმისტური წერილის ერთ-ერთი ოპტიმისტური გზავნილი გახლავთ ის, რომ თუ ადამიანებს თუ რამე გვინდა საერთოდ რომ მივაღწევთ, ეხლა თუ არ გვინდა და ამას ჩვენ განზრახვა აკეთებთ, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ, ერთმანეთს იარლიკები მივაწებოთ, დავცინოთ და ასე შემდეგ, კი ბატონო, მაგრამ თუ რამის მიღწევა გვინდა, შემცირება საერთოდ იცით რა ფროიდმა უპასუხა არიდა თავი კითხოს შეიძლება თუ არა ომის თავიდან აცილება და მან თქვა რომ მოდი რა ალბათობის შემცირებაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ გამორიცხულია აცილება.
და ერთ-ერთი ესე ვთქვათ რეცეპტი შემოგთავაზა. ეს არის ადამიანების ემოციური დამოკიდებულება და დაკავშირება ერთმანეთთან. ეს კავშირი ორი სახისაა. სიყვარული სექსუალური მიზნების გარეშე შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი მარკოზის სახარებიდან ეს ერთი გამოსავალი და მეორე იდენტიფიკაცია, ანუ ადამიანების ერთმანეთთან გაიგივება. ანუ მე და შენ როგორ რა ქვია ამას, ქვია ესე ვთქვათ ჩვენი საყოველთაო ერთობის განცდა, რომ მე და თქვენ რაღაც ერთი ვართ, არა? შემიძლია მე თქვენთან თავის იდენტიფიკაცია, როგორც ქართველთან, როგორც ადამიანთან, როგორც პაციფისტთან, 1000 რაღაც არსებობს, რითაც ჩვენ შეგვიძლია იდენტიფიკაცია გავაკეთოთ. ეს არის იდეალური. ხო, რამდენჯერმე დაგვრჩება ამ მიმოწერის დროს განცდა ჩვენ, რომ იპოვეს ამ ადამიანებმა გასაღები ყველაფრის. და შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორცა თავი თვისია რა, მაგრამ ვინ იცის იმაზე უკეთესად, ვიდრე ქრისტიანობამ, წმინდა მამებმა და წმინდა წერილმა, რომ ეს ასეთი ადვილი განსახორციელებელი არ არის, ხო? რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა ესეთი თანამეგობრობის არსებობა, სადაც ადამიანები თავიანთ ინსტინქტებს, გონების დიქტატურას დაუმორჩილებენ, ამბობს ფროიდი. სხვა ვერაფერი ვერ შექმნის ადამიანთა სრულყოფილ და მტკიცე ერთობას, ემოციური კავშირებიც კი. ანუ რომ არ დავიბნეთ, ემოციური კავშირი არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. ძნელად მისაღწევი პირობა არის, თუმცა ამისკენ უნდა მივესწრაფოდეთ და მართლა გვიყვარდეს, როგორც თავი თვისი არა, ჩვენი მოყვასი. მაგრამ ეს საკმაოდ გრძელი გზა არის, ადამიანის მთელი, ესე ვთქვათ, განვითარების გზა არის და ჯერჯერობით მაგ გზამდე ვერ მივედით. ამიტომ ერთი გამოსავალი გვაქვს ჩვენ, რომ ინტელექტი მოვიხმაროთ ის ინსტრუმენტი, რომელიც ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა, რომ ჩვენს ინსტინქტებზე მოვახდინოთ ზემოქმედება და ცოტათი ვმართოთ ისინი. ესეც უტოპიური არის, ანუ ის რომ ჩვენ ერთმანეთი შევიყვაროთ, აი ესეთ იდეალურად ვიყოთ ერთმანეთთან და აი ძალიან საინტერესო მეტაფორა აქვს მოყვანილი, რომ არავის აქვს იმ წისქვილის იმედიო, რომელიც ნელა ფქვავს ძალიან, ასე ვთქვათ, ფქვილს და ამასობაში ადამიანი შეიძლება შიმშილით მოკვდეს, ხო? ასე რომ როდესაც პრობლემა მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას და როცა ის სიკვდილ სიცოცხლის პრობლემა ამბობს აინშტაინი ამ პრობლემის დასმა და მას გული უგრძნობდა, იმიტომ რომ მან იცოდა ტექნიკური პროგრესი და ადამიანის ინსტინქტების, ესე ვთქვათ, გაზვიადება სანამდე მიიყვანდა კაცობრიობას. ასე რომ ესე იგი სასურველია დავასრულებ, თუ შეიძლება დაუცებად შემდეგ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ეს ახლა უნდა გადაწყდეს, ამბობს ფროიდი, იმიტომ რომ საიქიოს რჩევები ჩვენ არ გვჭირდება, ამასობაში კაცობრიობა დაიღუპება, მაგრამ ნახეთ, აი თქვენ რომ ბრძანეთ, როგორ ახერხებს ადამიანი, რომ აი ეს ინსტინქტები გააცხოველოს, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? იმიტომ რომ ჩვენ თქვით, რომ შთაგონების იარაღი ვიღაცას აქვს. ჩვენზე ზემოქმედების იარაღი და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემთვის აღმოჩენა იყო მას უწერე მე როცა მასაზე ვლაპარაკობ არ ვგულისხმობ გაუნათლებელ მასას მე ვგულისხმობ ინტელიგენტს იმიტომ რომ ინტელიგენტს არ აქვს უშუალო შეხება ანუ ჩვენ ინტელიგენტს ვის უწოდებთ ვინც გონებრივ შრომას ეწევა რა ასეთ ადამიანებს არ აქვთ რეალობასთან პირდაპირი უშუალო კონტაქტი მათ აქვს რეალობის სპირიტუალიზებულ სუროგატურ ფორმასთან ურთიერთობა. ანუ ჩვენ მხოლოდ ვაზროვნებთ რაღაცების შესახებ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში ამბობენ, რომ მენიუ არ არის საკვები და რუკა არ არის ტერიტორია. ჩვენ რუკებზე ვლაპარაკობთ და მენიუზე ვლაპარაკობთ. ხოლო ადამიანები პირდაპირ ეხებიან ცხოვრებას. ამიტომ ის ვინც მხოლოდ აზროვნებს და ეს არის მისი ესე ვთქვათ ესე იგი საქმიანობის სფერო რომელთაგან პირველი მე ვარ არა მაგალითად ის უფრო ადვილად დამყოლია შთაგონებაზე ანუ მისი აზროვნების შეცვლა უფრო ადვილია ის არის ნიადაგი ესე ვთქვათ ცვლილებების მასზე მოქმედებს ეს ყველაფერი და მე ის ახდენს დანარჩენ მასაზე ზეგავლენას ესე იგი ფაქტიურად აი ეს პასუხისმგებლობა
ბევრ რამეზე უხშირეს შემთხვევაში არის გონებრივი შრომით დაკავებული ინტელექტუალური და გონებრივი ადამიანების სინთეზი. და ლელა მეოთხე კითხვა, რომელსაც აინშტაინი მსვამს, მგონია რომ ცოტა სასოწარკვეთილი კითხვაა, იმიტომ რომ ის ესეთნაირ ფორმულირებას აკეთებს, რომ მენტალური ევოლუციის ფონზე, რომელიც ხდება, ну რაც არ ვიცი ხა მართლა ყველაფერი ფარდობითია, როგორ შეხედავ მენტალურ ევოლუციას და რას გულისხმობს ამაში. როგორ შეიძლება თქვას კაცობრიობამ უარი აი ამ ფსიქოზზე, რასაც ქვია ომის ფსიქოზი, სისასტიკის ფსიქოზი. და ეს კითხვა თავიდანვე თქვენ სწორად ბრძანებთ, აქ უკვე არის პასუხი და მანამდე რაზეც ისაუბრეთ უკვე არის პასუხი. რაღაცა მგონია რომ კითხვა არის დასმული ცოტათი სევდიან რეგისტრში და თითქოს ეს შეუძლებელია. როგორც რიტორიკული სასოწარკვეთილი ეს ჩემი ემოცია არის ამ კითხვისადმი, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა საღვთისმეტყველებო კუთხით აბსოლუტურად სხვა რამე შეიძლება და აქ კიდევ სხვა პლასტები გამოჩენილიყო იგივე სინდისთან მიმართებაში თუ ის ვთქვათ თვითგანადგურება თუ სხვისი განადგურების მოთხოვნილებების საიდან მოსდის ადამიანს და რატო უჩნდება ეს ძალიან საინტერესო იქნება ამ თემის კიდე გავრცობა, მაგრამ აი თვითონ ამ ფროიდის პასუხია საინტერესო ამ კითხვაზე. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, რომ საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის, ჩვენ მსჯელობ რა თქმა უნდა, ხო არა, მე ხშირად შევახსენებ და ან შემახსენებენ ხოლმე. აი რაც არ უნდა ორი გენიალური ადამიანი ამის შესახებ საუბრობდეს, ღმერთს თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ამ გონების ადამიანები ნელ-ნელა უახლოვდებიან ყოველთვის აი ამ ჭეშმარიტებას და მეცნიერების როლი უდაო არის ამ ყველაფერში, არა? თორე თქვენ საოცარი რამე თქვით ინტელექტუალურ პირობითად ვისაც თავი ინტელექტუალი გონია, რამდენად მარტო ზიმბარდო გვეყოფა ჩვენ ფსიქოლოგებს მაგისთვის, რამდენად შეიძლება გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს და გახდეს ინსტრუმენტი და იარაღი. ოღონდ რაღაც იდეისთვის ან რაღაცა არ ვიცი აბსტრაქტული რაღაცა მცნებებისთვის, რომელიც ზოგ ჩაეკითხო არც კი იცის ზოგჯერ ას ნიშნავს. აი ნახეთ, ინტელიგენცია აქვს მიდრეკილება, აღიქვას მომაკვდინებელი კოლექტიური შთაგონებაო. აი ეს პირდაპირ როგორც ანტენა, ისე ვართ მიმღებლები ფაქტიურად ამ ყველაფრის მიმართ. ნუ რა არის გამოსავალი, მოდით და ზოგადად აი დავასრულოთ ახლა და შევაჯამოთ ეს ყველაფერი. თუმცა ფროიდი ამბობს, რომ კიდე რაღაცებზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც თქვენს მსჯელობაში არ ჩანსო, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ განვითარება, ევოლუცია გვიშველის თუ არა და როგორ შეიძლება ამ ევოლუციაში ადამიანი ჩაერიოს ან ისი იმედი შეიძლება. მენტალურ ევოლუციაზე ლაპარაკი. ახლა ფროიდს რაც შეეხება, ფროიდს არ მოწონს საერთოდ სიტყვა ევოლუცია და არ მოწონს სიტყვა ცივილიზაცია. ანუ მე არ ვიციო რომ ეს ტერმინები არსებობს, მაგრამ არ გამოვიყენებ ამ ტერმინებს და იყენებს კულტურულ განვითარებას. იმიტომ რომ ჩემი აზრით, არ ვიცი ეს ჭყილები მას იქ გახსნილი არა აქვს, მაგრამ ის ამბობს, რომ ესე იგი ყველაფერი ჩვენ რაც გვჭირს, კარგიც და ცუდიც, ყველაფერი კულტურის ნაწილია. ვიგოც კი გაგვახსენდება ალბათ, ხო, რომ ადამიანმა შექმნა კულტურა და მერე მოუბრუნდა კულტურა ადამიანს და დაიწყო ადამიანზე ზემოქმედება, არა? კულტურა ყველაფერი, რაც ბუნებით არ არის შექმნილი და რაშიც ადამიანის ხელი ურევია და გონება ურევია, ყველაფერი კულტურა არის. ამიტომ ის რითაც ადამიანი განსხვავდა ცხოველისაგან, ეს არის მისი კულტურა. და ადამიანიც შეიცვალა, აი ძალიან გავს ეს ყველაფერიო ცხოველის მოშინაურებას, ფროიდს უწერია. იმიტომ რომ მოშინაურებული ცხოველი გარეგნობითაც კი იცვლება და თავის ესე თქვა პირველ წყაროსაგან განსხვავებული არის, არა? შეგიმჩნევა როგორი იყო ძაღლი ველური და როგორი არის თანამედროვე, ესე თქვა ოჯახში გაზრდილი ცხოველი, არა? ასე რომ აი ეს კულტურა და კულტურის განვითარება რას ნიშნავს? ეხლა აი ამასაც შევეხოთო რომ რატომ არ ვამბობთ უარს ომებზე, საერთოდ თქვენ კი სვამთ შეკითხვას რომ როგორ ავიცილოთ დავიდან და მესმის თქვენი პათეტიკაო, მაგრამ იმდენი ცუდი რამე ვილაპარაკეთ, ჩვენ თქვით რომ ადამიანი ორივე მხარეს აზარალებს ომი და იმიტომაც მოხდა ამ იარაღზე შეზღუდვები, იმიტომ რომ
მართლა მოაწელა რა ორივე მხარემ და ჯერჯერობით ამას იცავენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ მარტო მეორე მხარე არ განადგურდება გვაჩვენა, ხო? ხიროსიმის და ნაგასაკის მაგალითმა ძალიან ბევრი რამე გვაჩვენა და მაინც ვერ გვაჩვენა, ეგ არის ყველანაირი პარადოქსი. მაგრამ თან ესე თქვათ კიდე ერთხელ აი უდიდეს იუმორს და უდიდეს ინტელექტს მართლაც ფროიდის გაუსვათ ხაზი რომ თან სვამს ამ შეკითხვას და თან იქვე ამბობს ეხლა არ გეგონოთ რომ მე ამ კითხვაზე პასუხი ვიციო საერთოდ მსჯელობაში კითხვები უნდა დაისვას უბრალოდ მე ნიღაბს ვირგებ თითქოს რაღაც ვიცი ამის შესახებ მაგრამ მოდი ვიმსჯელოთ ერთად ამის შესახებ არა ესე იგი ფაქტიურად ადამიანი რატომ ატყდა ეს ამბავი ომთან და თქვენო რატო ანერვიულდით ესე ძალიან რატო არ ვიღებთ ჩვენ ომს როგორც ჩვეულებრივ უბედურებას რათასი რამე არის პანდემიებია არის უმკვლელობები ადამიანის კატაკლიზმები არის ასე შემდეგ და ჩაითვალოს ომიც თუ ასეთი ბუნებრივია თუ ჩვენი ბიოლოგიური მოცემულობის ნაწილია ჩვენი ინსტინქტის ნაწილი არის ესე ძალიან რატო ღელავთ აი ამ ომის შესახებ რატო საუბრობთ მე და თქვენ რატო ესაუბრებით ჩვენს მაყურებელს საქმე იმაში გაახლავთ რომ ესე იგი ყველა საფუძველი გვაქვს იმისათვის რომ შეთანხმებულიყო ერთხელ და სამუდამოდ კაცობრიობა რომ არ გვინდა რა ეს ომი თუ ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა გვიშლის ხელს რომ უარი ვთქვათ აი ამ საოცრებაზე რომელიც ყველასთვის დამანგრეველია და ადამიანისთვის დამანგრეველი არის ხო შეიძლება ადამიანის რასის გადაშენებამდე მიგვიყვანოსო ჩვენ კულტურის განვითარებამ იმიტომ რომ ესე იგი ის არ გვაქვს სქესობრივ ფუნქციას რას გულისხმობს ამას სექსუალურ ფუნქციაზე იმოქმედაო იმიტომ რომ ესე იგი ფაქტიურად ნახეთ როგორ უწერია ინტელექტმა დაიწყო გაძლიერება და ინსტინქტებზე დომინირება ამას თავისი დადებითი მხარე აქვს და თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და მრავლდებიან უფრო მეტად აი სრულიად მატერიალისტურ საკითხზე ლაპარაკობს მრავლდებიან უფრო მეტად დაბალი განვითარების ტომები ადამიანის, ანუ ინტელექტუალური მასა კი არ მრავლდება, არამედ მრავლდება არაინტელექტუალური მასა და დაბალი ცივილიზაციის და დაბალი კულტურის ადამიანები მრავლდებიან. ჩვენ მე ეხლაც ხან წავიკითხე ეს წერილი, მე მადლობას გიხდით, მე 2 წელია ფაქტიურად ჩემ კოლეგებს ვეუბნები, რომ ასეთი წერილი არსებობს, იმედია მათ იცოდნენ და ამიტომ არ იყო მათთვის ეს სიახლე, მაგრამ ამ წერილში უამრავი ისეთი რამე არის, რომელიც ნამდვილად არ ვიცი შეთქმულების თეორიებისგან შორს არ მაგრამ წაკითხულია ეს ასე ვთქვათ თეორია და ამაზე ვიღაცა ფიქრობს და ვიღაცა ამას ითვალისწინებს მე დარწმუნებული ვარ და მოდი ჩვენც ვიცოდეთ ამის შესახებ ინფორმირებულობა ხო მნიშვნელოვანია ამიტომ ესე იგი ფაქტიურად ინტელექტის გაძლიერება ინსტინქტებზე დომინირებს მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ინსტინქტებიც არა აგრესიული ტენდენციის ინტერნალიზაცია, დიახ, ინტერნალიზაცია მოხდა და ეს ყველაფერი, მაგრამ აი ნახეთ, რაც შექმნა კულტურამ, ამით ადამიანს თავი მოაქვს, ადამიანს მოწონს და ადამიანს უნდა რომ ბატონ-პატრონი იყოს თავის და თავისი ბუნების. რის შესაძლებლობასაც ომი მას არ აძლევს. ის უნგრევს მას, რაც მას შეუქმნია. და ფაქტობრივად ეს ნახეთ ეს გახლავთ როგორც აი როგორ ვთქვა სამედიცინო ტერმინი არსებობს ესეთი ზოგიერთი წამლის მიუღებლობა იდიოსინკრაზია ხო აი ესეთი იდიოსინკრაზია აქვს ომის მიმართო იმიტომ რომ ფაქტიურად ეს მის ბუნებას ერთი მხრივ ეხმიანება მაგრამ მეორე მხრივ ეწინააღმდეგება ეხლა ჩვენ პაციფისტები იმიტომ კი არა ვართ რომ რაღაცა ჭკვიანები ვართ ჰუმანისტურები არა სხვანაირად ჩვენ არ შეგვიძლია იმიტომ რომ ჩვენ პაციფისტები არ ვიყოთ და ომის მომხრეები გავხდეთ და ამაზე არ ნერვიულობდეთ ეს ჩვენ თვითონვე დაგვანგრევდა იმიტომ რომ ეს არის დამანგრეველი ინსტინქტი რა ვქნათ ახლა ველოდოთ თქვენს ბოლო კითხვაზე პასუხი რომ ველოდოთ როდის გახდება ყველა პაციფისტი თხადამგელი ერთად როდის მოძოს და ასე შემდეგ რომლის როგორც გითხრა პერსპექტივა არ არსებობს აქ არა აქ არ არსებობს ანუ საიქიოდან ნუ გვაწვდით რეკომენდაციებს ის ამბობს ეხლა მეორე ასევე ოპტიმისტური გზავნილი მისგან ყველაფერი
რაც ცივილიზაციის უпростоრად ის ამბობს კულტურის განვითარებას, რაც უწყობს ხელს, ყველაფერი მოქმედებს ომის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ადამიანი მერე იმ კულტურას ინარჩუნებს, ენანება მისი ესე ვთქვათ დაკარგვა. ესე იგი ორი ჩასაჭიდი გვაქვს ჩვენ ამ წერილში. ერთი ემოციური ურთიერთობა და იდენტიფიკაცია ადამიანებს შორის, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს და თუ ეს იქნება, ეს ერთობა ხელს შეუშლის იმ ერთ მუჭა ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ცდილობენ რომ რატომღაც გაგვანადგურონ, ჩვენი განადგურება კი არ უნდა, თავიანთი ინტერესების გატარება უნდა, ერთი ჭრილი აქვთ, რომელშიც იყურებიან და ეს არის მათი სფერო, რომ თვითონ გადარჩნენ, არა? ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ ერთობა და ეს ერთობა უნდა იყოს ემოციური. მეორე, რაც ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ ესე იგი ჩვენ ემოციებისგან ვერ გავთავისუფლდეთ ძალიან ღრმად არის თვიში თქვენ უკეთესად მოგეხსენებათ. ამიტომ კულტურის განვითარება ინტელექტს გვივითარებს, რომელსაც შეუძლია გარკვეულწილად ჩვენი ინტელექტს შეუძლია ჩვენი ასე ვთქვათ ინსტინქტების გაკონტროლება, მაგრამ ყველაფრის გაკონტროლება არ არის ძალიან სასარგებლო და საერთოდ ის რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენ მონაპოვარს, ვუფრთხილდებით ჩვენს მეს, ვუფრთხილდებით ჩვენს პირად უფლებებს, ზოგჯერ ვუფრთხილდებით ძალაუფლებას, ეს გვაძლევს ჩვენ იმის იმედს, რომ შესაძლებელია კულტურის განვითარება იყოს ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ომის საშიშროებების ალბათობა ასე თუ ისე შემცირდეს. აი ეს ორი ხელჩასაჭიდი ამ პესიმისტურ წერილში, რომელიც ასე არის მოკლედ ცნობილი, თქვენ რომ დაგუგლოთ, აინშტაინმა კითხა ფროიდ შეიძლება თუ არა ომების თავიდან აცილება და იმან უთხრა რომ გამორიცხულია. ეს არის ამ წერილის შინაარსი, მაგრამ მე წამოვწერდი წინა პლანზე ამ ორ ესე ვთქვათ ოპტიმისტურ პასუხს და ბოდიშ მოვხდით ჩვენს მაყურებელს და მოგიხდით ბოდიშ თქვენს, იმიტომ რომ ფროიდი უხდის ბოდიშს, აინშტაინს ძალიან დიდი ბოდიშიო თუ იმედები გაგიცრუეთო და ფაქტიურად ისეთი ოპტიმისტური პასუხები თქვენ კითხვებზე ვერ მოგეცით, როგორიც ასურველი იყო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალობა კიდევ უფრო სასტიკი აღმოჩნდა, ვიდრე აი ამ გენიალური ადამიანების წინასწარმეტყველება. დიდი მადლობა ლელა, ძალიან საინტერესო იყო, აი უამრავი კითხვა გამისცა, მაგრამ ჩვენი გადაცემა სასასრულს უახლოვდება და რაღაცნაირად ომი მრავალპლასტიანია, მრავალშრიანია. იქ ძალიან დიდი არის რელიგიური მდგენელი, არის სოციალური, არის ძალაუფლება, რაც ადამიანისთვის ძალაუფლებისკენ სწრაფო არის დამახასიათებელი. არის გეოგრაფია, არის გადანაწილება, არის გავლენები, უფლებები. მრავალპლასტიანია ნამდვილად და თავს მოხვეული კიდე ბევრი იდეა და მე მესამეს დავამატებდი გავგადნერდები, ეს არის რწმენა, რომელიც ადამიანს გადაარჩენს და სხვაშორის ადამიანის ბევრი განმარტება არსებობს, მაგალითად იარაღის მკეთებელი ცხოველი. ვიღაცამ ესე განმარტა, ვიღაცამ პირდაპირ ცხოველი უწოდა და ვიღაცამ გონი და ასე შემდეგ, მაგრამ მე ძალიან მომწონს, მე არ მახსოვს ავტორი ვინ არის, ესეთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანი არის მლოცველი არსებაა და აი ამ ლოცვით გაერთიანება და ლოცვაში და უფალთან თანაყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ვერ ააცილებს და ვერ აიცდენს იმას, რაც ხდება სამყაროში, მით უფრო რომ მართლაც თქვენი თქმის არ იყოს, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გასაკვირი არც არაფერი არ არის. ბიბლიური ისტორიებიდან მოყოლებული ომი ადამიანის რაღაცნაირი თანამგზავრია საქართველოს ისტორიაში საუკუნეში 4-5 3-4 ომი იყო და უამრავი ბრძოლა და ეს ჩვენთვის რაღაცა თან ცხოვრება, თან გადარჩენა, თან ეს და რაღაცა იყო იქ ხო რაღაც სამშობლოსთვის, ღმერთისთვის და ეს რაღაცნაირად შეიძლება არ ამართლებდა, მაგრამ რაღაცნაირად გასაგებს ხდიდა ზოგჯერ. ნუ ყოველ შემთხვევაში ადამიანი არის მლოცველი არსება, ადამიანი არის გონიერი არსება, ემოციური, ემპათიური, მასშეულე სიყვარული ისწავლოს თუ თავიდან არ იცის და რაღაცა ვისურვებდი, რომ გვესწავლა ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე ეს სიყვარული და უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ეს მართლაც ეპოქის ორი გენიოსის საუბარი იყო, რომელიც
ალბათ ჩვენმა მაყურებელმა, სტუდენტებმა, ფსიქოლოგებმა თუ არა ფსიქოლოგებმა ამის შესახებ უნდა იცოდნენ. დიდი მადლობა რომ ამის შესაძლებლობა მომეცით ქალბატონო დიდი მადლობა თქვენ ამისთვის, ჩემთვისაც იყო ძალიან საინტერესო, ბევრი რამ და ახალი და რა ვიცი, აუცილებლად გავეცნობი კიდევ ერთხელ ამ წელს. მადლობა თქვენ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგიის დოქტორი ქალბატონი ლელა ტყეშელაშვილი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.